გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ მარი ჭორჩანელი. დაგიბრუნდით დიდი ხნის პაუზის შემდეგ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეო თაუბროს ყველასთან, ანუ ვერტიკოსთან დაკავშირებით. რამოდენიმე დღის წინ დავდე პოსტი ჩემს Facebook ვარზე ერთი ოთახი, სადაც მივიღე უამრავი ადამიანის რჩევა და თანახმობა. ამ პოსტით გამოხმაურება მოყვა და მეც რაღაცნაირად მინდა რომ მადლიერების ნიშნად გითხრათ რამოდენიმე რჩევა, რომელიც ესპანელმა ექიმებმა შემომთავაზეს. გიხსნათ თუ არის საერთოდ ვერტიგო და როგორ შეიძლება შემოვიწყოთ ის. ვერტიგო ესპანურად თაუბროს ყველას ნიშნავს. ეს არის შეგრძნება, როდესაც შენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და საქმეები ტრიალებს, ანუ ბრუნვას იწყებს. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინში და აგრეთვე შიდა ყურში არსებული პრობლემებით. შაკიკის ან დიაბეტის გართულებით, თავისა და კისრის დაზიანებით, აგრეთვე დეჰიდრატაციითაც და ამიტომ საჭიროა დავლიოთ ბევრი წყალი. ის ბევრ შემთხვევაში მოიცავს სმენის დაკარგვას, ყურებში შვილს, მეტყველების დარღვევას და სიარულის გაწნელებას. მისი დადგენა შეიძლება სისხლის ანალიზით, რეზონანსული ტომოგრაფიით და აგრეთვე ელექტროკარდიოგრამითაც. მისი მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს და ფიზიოთერაპიას. როგორ მოიხსნათ ეს თაუბროს ყველა, ამისთვის აუცილებელია პირველ რიგში დავჯდეთ ძალიან მშვიდ ადგილას. ეხლა გაჩვენებთ ერთ ვარჯიშს, რომლის დროსაც ახსნებათ ვერტიგო. რა თქმა უნდა დროებით, მაგრამ აუცილებლად გამოგადგებათ ეს რჩევა. დავჯდეთ დივანზე, თავი მივაფრუნოთ 45 გრადუსით და არა 90 გრადუსით, იმისთვის რომ კარგად გამოგვივიდეს და უფრო ეფექტური იყოს ეს ვარჯიში. თავს როდესაც მივაფრუნოთ 45 გრადუსით მარცხნივ, გადავწვეთ მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელით მოვათავსოთ თავის ქვემოთ. მეგობრებო, აქ არ შეგეშინდეთ, ეხლა დამეწყოთ ძალიან ძლიერი თაუბროს ხვევა, იმიტომ რომ ჩემს მარჯვენა მხარე სუსტი წერტილია, ამიტომ ძალიან ნელა წამოვდგებით, ცოტა შევისვენებ და თავიდან დავიწყოთ. მოკლედ მოთავსდეთ კომფორტულად დივანზე ან საწოლზე, სულ ერთია, თავი მივაფრუნოთ მარცხნივ 45 გრადუსით დაახლოებით და გადავწვეთ მარჯვენა მხარეს ძალიან ნელა ფრთხილი მოძრაობით. ფერდებით ამ პოზაში დაახლოებით 30 წამი. შემდეგ წამოვდგებით ძალიან ნელა, პირველ რიგში ჩავწევთ ფეხებს და შემდეგ ხელის დახმარებით წამოვწევთ თავს და ასე დამჯდარი გავჩერდებით 30 წამი. ვისვენებთ ამ ხნის განმავლობაში და უკვე ვაგრძელებთ სხვა მხარეს იგივე მოძრაობის გაკეთებას. ანუ თავს ვაფრუნოთ მარჯვნივ და ვწევით მარცხენა მხარეს. ისევ გავჩერდებით ამ პოზაში 30 წამის განმავლობაში. ეცადეთ რომ პირველ რიგში ჩამოწიოთ ფეხები და შემდეგ ხელის დახმარებით წამოწიოთ თავი. ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად გააკეთეთ. იმისთვის რომ ციკლი დავასრულოთ, კარგია თუ ამ ვარჯიშს გააკეთებთ 6-ჯერ, ანუ მარცხენა მხარეს 3-ჯერ და მარჯვენა მხარეს 3-ჯერ. დღის განმავლობაში 2-ჯერ. დილა საღამოს. უნდა ვიცოდეთ ის, რომ ვერტიგო შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესისგან და არა ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი მიზეზებისგან, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ. ამ შემთხვევაში იწვევს წონასწორობის დარღვევას, ოფლიანობას, გულისრევის შეგრძნებას. მისი საბოლოო განკურნება ძალიან რთულია, მაგრამ მას აუცილებლად შევემსუბუქებთ სახლში ესეთი ვარჯიშებით და ფიზიოთერაპიით. ხილი, რომელიც სასარგებლოა, რომ მივირთოთ ამ დროს, არის მოცვი, ლიმონი, ავოკადო და ვაშლი. ძალიან კარგია სიარული, თუმცა რა თქმა უნდა, იმ დროს არა როდესაც შეტევა გაქვთ, ანუ თაუბროს ხვევა, როდესაც გაგივლით, მხოლოდ შემდეგ. ის წამები გრძელდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც. თუ ვერტიგო გამოწვეულია ყურის ლაბირინთის რკალოვან არხებში მდებარე კრისტალის გადაადგილებით, რომელიც თავის ადგილს წყდება და ტივტივებს ენდოლიმფაში, თავის მოძრაობის დროს აღიზიანებენ ვესტიბულურ აპარატს და ეს ყველაფერი იწვევს თაუბროს ხვევას. ამ შემთხვევაში არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომელიც აუცილებლად ფიზიოთერაპევტმა უნდა ჩაგიტაროთ. ეხლა ვიდეოში გაჩვენებთ ორ ძალიან მსუბუქ და ადვილ ვარჯიშს, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში გაიკეთოთ. ავიღოთ საწერი კალამი ან ფანქარი, რაც გექნებათ, დავიჭიროთ ხელში და გავწიოთ სახის გასწვრივ. შემდეგ ნელ-ნელა მიუახლოვოთ სახეს ისე, რომ ცხვირს შეეხოს. ამ მოძრაობების დროს კალამს თვალი არ უნდა მოაშოროთ. შეიძლება ცოტა რთული იყოს და თვალები გეტკინოთ კიდეც, მაგრამ აუცილებლად გააკეთეთ, ის ძალიან შედეგიანია. შემდეგ ისევ გაწევთ ხელს, ისე რომ გამართოთ, კალამს წაიღებთ სახის გასწვრივ და ისევ მიუახლოვებთ ისე, რომ ცხვირს შეეხოს. ამ ყველაფერს იმეორებთ 10-ჯერ.
შემდეგი ვარჯიშის დროს ავიღოთ მარჯვენა ხელის 4 თითი და ყურის ქვედა მხარეს მარცხენა ნაწილში კარგად დავიმუშავებთ თითის ბალიშებით. თუ მოკლე ფრჩხილები გაქვთ, ფრჩხილებითაც შეიძლება, ისე რომ თითქოს სისხლი ავამოძრავეთ. იგივე ეს გავიმეორებთ მარცხენა ხელით ოღონდ მარჯვენა მხარეს. ბოლოს აი ამ ნაწილში, სადაც კისერი და ხერხემალი ერთმანეთს უერთდება, არის პატარა ჩაღრმავება. ესპანურად ქვია ნუკა. შეგიძლიათ დააჭიროთ 2 თითი, ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ აქ არის ნერვული დაბოლოებები. ფრთხილად ჩააჭირეთ 2 თითი, გააჩერეთ რამოდენიმე წამი და დამიჯერეთ, ყველანაირ ტკივილს მოგიხსნით. მოკლედ მეგობრებო, დღის განმავლობაში სვით ბევრი წყალი და მიიღეთ B ვიტამინით და მაგნიუმით სავსე პროდუქტები. არხის გამიწერა არ დაგავიწყდეთ, დააკლიკეთ subscribe-ს და არ გამოტოვოთ შემდეგი საინტერესო ვიდეოები.